გამარჯობათ მეგობრებო. შენ გეგონა არ მოვიდოდი და არ გამოუშვებოდი და ესეთ მაგარ ვიდეოს გამოტოვებდი ესეთ მაგარ მანქანაზე. რას ლაპარაკობ ძმაო? მოკლედ მეგობრებო, ეს მანქანა დღეს ყავს ჩვენ სტუმრად, რომელიც არის ძალიან მაგარი CR-V Honda-ს წარმოება არის. Honda-ს ერთ-ერთი უძლიერესი მოდელი, ძალიან მაღალი გამავლობის და ძალიან ბევრ ჯიპს რომ ჯობია რა, კომფორტითაც და სიარულითაც და გამავლობითაც რა. რა Subaru და რა Toyota-ს ჯიპები და რა Range Rover-ები, ბიჭო. Range Rover-ს ეს ასუზამს ისი გადაკუზდავს იმენა და პირში მიწევს. რა ხა აქედან რა, თავი დამანები შენ ვინ ახარ ბიჭო, რა სისულელებს ლაპარაკობ ბიჭო. აი რა, სერგი, კაი რა. დავაი ხა აქედან, ან სუ ემეთქი რამდენჯერ გითხარი და არ დაგინახო აქ მოსული ბიჭო რა სისულელებს საუბრობს და რას ლაპარაკობს, ვითომ ექსპერტი მყავდეს კაცო, ხო გაგაგდე მე შენ წინა ორი ვიდეოდან გაგაგდე რა. ეს ვინ არის? მოკლედ მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის Honda CR-V. მანქანა ესე იგი იწარმოებოდა 1995 წლიდან 2001 წლამდე. ეს მანქანა არის მაღალი გამავლობის, ესე ვთქვათ. მისი ძრავის მოცულობა არის 2-დან 0. სულ რაღაც 126 ცხენი ძალა აქვს. მე ახლა გავტესტე და ასე ვთქვათ, სიარულითაც ვეცადე რომ მევლო ამ მანქანით, ტრასაზეც ვიარე, ცოტა უგზოობაზეც რომ გადმოვედით, იქაც მოვსინჯე. რომ გითხრათ ახლა სიმართლე, რომ ძალიან ცუდი მანქანა არის. არა ნორმალურად დადის 100 თუ ისეა რაღაც უგზოობასაც გაუძლო მისი წამყვანი 4-4-ზე ნორმალურად მუშაობს ეს მანქანა არის ასე ვთქვათ საოჯახოდ ოღონდ უფრო მეტად არაქალაქისთვის, სოფლებისთვის, სადაც არის ცუდი გზები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის სასოფლოდ, მშვენიერი არის, იმიტომ რომ ტევადობა აქვს, რაც შეეხება სალონის ხარისხს, აბსოლუტურად ყველაფერი არის, ესე იგი, პლასმასი. და თქვენ ამ მანქანაში რაღაც საოცარ ვიზუალს ან ხარისხს არ ელოდოთ. ეგ არის აბსოლუტური ტყუილი. თუმცა BMW-ების არ იყოს ეხა, რა თქმა უნდა, ავტომოყვარულები ძალიან ბევრი ვართ ამ სამყაროში და ყველას გემონება არის აბსოლუტურად სხვადასხვა და განსხვავებული, ხო ესია და ესეც უნდა იყოს. ეს არის ზუსტად საინტერესო. მაგრამ აი როგორც BMW-ებში არის ხოლმე რაღაცა ისეთი მოწამული ადამიანები, რომ მეტი სხვა მანქანა არ არსებობს და ეს არის ყველაზე მაგარი და ამის იქეთ მანქანის დედაშევეცი და რაღაცები, ასევე ყავს CR-V-საც ესეთი მოწამული ადამიანები, რომლებისთვისაც ეს მანქანა არის აი ყველაზე მაგარი მანქანა, აი როგორც ახლა მაგალითად აი ამისთვის რა, არც ვიცი სახელი ამას რა ქვია. ხო და აი ესეთი მაგარი მანქანა გონია ძალიან ბევრს რომ ამის იქეთ არ არსებობს. მოკლედ მე მქონა პირადი ესეთი შემთხვევა, მყავდა მე ესე იგი თავიდან 2000 წლიანი Range Rover-ი, Range Rover 2 ესე ვეძახით, მოკლედ მოდელს, რომელიც გამოჩნდება ახლა აქ, არის ძალიან კომფორტული მანქანა, მართლა მაღალი გამავლობის, ესე იგი მისი გაძლიერება, ხიდების რასაც ვეძახით, გამავლობა, მისი 4-4-ზე, ბლოკიროკები, ყველაფერი ძალიან მაგრად მუშაობს და იდეალური მანქანა არის და Range Rover-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჯიპებში, ხო ესე არის? და მქონდა ესე იგი შემთხვევა 2 CR-V-ს მეპატრონეებთან, რომლებიც ჩემი ასე ვთქვათ, მეგობრები იყვნენ, CR-V-ზე მეუნებოდნენ, რომ ეს მანქანა ესე იგი არის ისეთ იდეალური, რომ შენს Range Rover-ს მოჟიმავს, ამაზე მაგარი მანქანა არ არსებობს და მოკლედ რა და მე თქვენ ვიდეოებს შემოგთავაზებთ, რა შეუძლია CR-V-ს და რა შეუძლია Range Rover-ს და საერთოდ როგორ უნდა შეადარო Range Rover და ესეთი მაღალი კლასის მანქანები ესეთ მანქანას, რომელიც საშუალო ფენაზე არის გათვლილი რა და Range Rover-ი არის აბსოლუტურად სხვა კლასი. შედარებას არ შეიძლება სირცხვილი არის ამაზე საუბარი მოკლედ. რა შეეხება ამ მანქანის ვიზუალს, მე პირადად რო შემეკითხოთ, აი აბსოლუტურად ესე იგი არანაირ ლამაზ ვიზუალში და დიზაინში არ ჯდება ეგ მანქანა, თუმცა არიან ბევრი ადამიანები, რომლებსაც მოწონთ და მესმის, იმიტომ რომ ვიზუალითაც კი X-Trail-ის ნამდვილად ჯობია. მე X-Trail-ს მით ვადარებ, რომ ესენი არიან ერთი კლასის. ასევე ერთ კლასში ამათ კლასში გაყავთ Subaru-ები, მაგრამ Subaru-ს ამწლოვანები Subaru-ს CR-V-ს ნამდვილად არ შევადარებ, იმიტომ რომ Subaru-ზე ბევრი გვაქვს ჩვენ ასაუბრები, არის ბევრად ხარისხიანი, გინდა გამავლობა ვთქვათ მისი, გინდა ვიზუალი ვთქვათ, Outback-ზე მაგ ამ შემთხვევაში საუბარი, რა თქმა უნდა, Forester-ს არ ვეხები და მე კიდე ნაწილები, ანუ სავალი ნაწილები, რაც მთავარი არის რა, რაც უნდა ქონდეს გამძლე, ამ მანქანის სავალი ნაწილები არ არის ისეთი გამძლე, როგორც მაგალითად Subaru-ს. თუმცა აქაც კი X-Trail-ის მაინც ჯობია. ვისაც ყავთ, ესე იგი ეს მანქანა, მე მინდა რომ მაინც ჩემგან ესეთი რჩევა მოგცეთ, ძალიან ხშირად შეამოწმეთ სავალი ნაწილები ამ მანქანის, იმიტომ რომ ჩემს ესე იგი ერთ ნათესავს ყავდა ეს მანქანა, თითქოს და ყველაფერი ქვემოდან
წყობაში იყო და ახალი გაკეთებული ქონდა სავალი ნაწილები, მაგრამ ასე მიმავალზე დაახლოებით მიდიოდა 60-70-ით საბურავი გაძვრა, აბსოლუტურად გაძვრა, იმიტომ წერო მოტყდა თუ ნუ რაღაც იყო, მოკლედ აღარ მახსოვს, შარაოი გაძვრა, ეგეთი შემთხვევა იყო ჩემ მეგობარსაც. მოკლედ ესეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი რა. აქედან გამომდინარე ეს მანქანა ჩემთვის სანდოობაში არის ძალიან მცირე და Subaru-ს რა თქმა უნდა ვერ შევადარებ. ელემენტარული რო ავიღოთ ჩვენ იმ პერიოდისათვის Subaru-ს სალონიც კი მისი არის ბევრად ხარისხიანი. ამ მანქანას წეგან ვისაუბრე და ვთქვი, ყველაფერი შიგნით აქვს პლასმასის. მომწონს მე ამ მანქანების მოკლედ და ზოგადად აი ამ კლასის მანქანების, როცა ზემოდან აქვს ესეთი დამატებები, როდესაც უგზობაში მიდიხარ, სადმე დასასვენებლად ოჯახი მიყავს სიტყვაზე და ბარგი გაქვს, შეგიძლია ყველაფერი ზემოდან დაალაგო, საბარგულიც ამ მანქანას სხვათა შორის ესე იგი აქვს საკმაოდ დიდი ტევადობის და ნორმალური არის. მოკლედ ვისაც სოფელში აქვს, სოფელთან აქვს ძალიან დიდი შეხება და ხშირად უწევს ესე იგი იქ უგზოობაში ყოფნა, ან გადასატანი აქვს სოფლის სამეურნეო რაღაც ნივთი იქნება, ცხოველი იქნება, ყველაფერში შეგიძლიათ ეს მანქანა ძალიან კარგად გამოიყენოთ მისი ბიუჯეტი და გამომდინარე. ეს მანქანა არის ჩემი მეგობრის სხვათა შორის ირაკლისი, რომელიც ამ მანქანას ყიდის $3000. $3000 ნამდვილად კარგი მანქანა არის და ვერაფერს ვერ დაუწუნებ მე პირადად. რომ მქონდეს საშუალება, შეიძლება $3000 გადავიხადო და ვინმეს აი ბაბუას მაგალითად ჩემსას სოფელში ვაჩუქო მშვენივრად გამოიყენებს. ქალაქში ნამდვილად არა, იმიტომ რომ ქალაქის მანქანა ეს არ არის. რაც შეეხება უკანა მხარეს, მეგობრებო, არ ვიცი, რავი, რა გითხრათ. ალბათ ჯობდა რომ ეგ საბურავი ქვემოდან იყოს და აქ რაღაც ამ სივრცეს არ ეკავებდეს, ფიქრობ რომ არ უხდება საერთოდ. რაც მომწონს ამ მანქანის სხვათა შორის უკან აი არის ეს, იმიტომ რომ აღარ გჭირდება მთლიანი საბარგულის ასე ვთქვათ გადმოხსნა და გამოღება, პირდაპირ შეგიძლია რომ მიხვიდე და ნებისმიერი ნივთი რაც გჭირდება აიღო, ამ პირიქით ჩაალაგო და ამ ხრივ არის ძალიან კომფორტული. იმიტომ ვამბობ რომ სოფელში ეს მანქანა მართლა იდეალური არის რა, იმიტომ რომ იხდი საკმაოდ დაბალ თანხას $3000, $3500 წარმოვიდგინეთ და სოფელში ყავს იდეალური მანქანა, რასაც გინდა, როგორც გინდა თხა ჩასვი, გინდა ძროხა ჩასვი, გინდა ღორები ჩასვი რა, პრობლემა არ არის, არანაირი. გალიაში თუ გინდა ჩასვი, ქათმები, ჩადევი შიგნით, მშვენიერი არის. აი ამ ამბავში გამოგადგებად ნამდვილად. ვიზუალი რა თქვენთვის მომინდია, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. მე რა თქმა უნდა არ მომწონს ამის ვიზუალი და მოდი შევადაროთ ეხა ნებისმიერი დიდი გამავლობის მანქანები, გინდა Range Rover-ი, გინდა Toyota-ები, მე არ ვადარებ უკაცრავად, მაგრამ CR-ს პატრონებს აქვს ძალიან დიდი ამბიცია ამ ყველაფრის და მიტომ ვაფიქსირებ რა. შეხედეთ მოკლედ ამ მანქანის ვიზუალს უკანა მხარეს და მე რა ვიცი დავაკვირდეთ ნებისმიერი სხვა დიდ ჯიპებს, რომელიც არის მაღალი კლასის ჯიპები და მანქანები რა. შედარება არ შეიძლება. სირცხვილია რა მეგობრებო. Range Rover-ს ეგ როგორ უნდა შემიდარო ბიჭო. აი წარმოვიდგინე რა დონის მანქანის უცოდინარი ხარ, რომ საერთოდ CR-ს ადარებ Range Rover-ს. Range Rover-ის ყველაზე დაბალი კლასი რომელიც არის, იმასაც კი არ უნდა შეადარო. ტეხავს პროსო რა, მაგარად ტეხავს რა. აზრზე არ ხარ ძმაო მანქანის. აი აზრზე არ ხარო, CR გონია Range Rover-ზე მაგარი მანქანა. კარგი რა, თუ ძმა ხარ რა. ჩემს სიმაღლე ადამიანისათვის ცოტა რთული და მოუხერხებელი მანქანა არის. მიუხედავად იმისა, რომ ჭერი საკმაოდ მაღალი არის, მაინც რაღაცნაირად ვერ ვზივარ რა. უფრო ალბათ ვფიქრობ, რომ არის პატარა კაცის მანქანა და ბაბუს მანქანა რა, რომელიც სოფელში კიდევ ვიმეორებ ძალიან კარგად გამოიყენებს. დავმეორდები ასევე მე სალონთან დაკავშირებით, ყველაფერი არის უხარისხო, ყველაფერი არის პლასმასი, ვერსად ვერ ნახავთ რეზინს, ან ტყავს. აი ვერსად ვერ ნახავთ. აი ყველაფერი არის აბსოლუტურად პლასმასი. რაც მომწონს ამ მანქანის, ეს არის ის, რომ არის მექანიკური, რაც აძლევს საშუალებას, რომ შედარებით კარგად მოყვეს მანქანა, იმიტომ რომ ამის ავტომატიკა დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ნელი, ისედაც 126 ცხენი აქვს ახლა ამ მანქანას და ისიც ავტომატიკა ძალიან რთული იქნება და მექანიკის ხარჯზე კიდე აი ეს პირველი, ასე თქვა, დაძვრა კიდე აქვს ნორმალური რა. და შეგიძლიათ რომ სოფელში ისევ ცოტათი ისიამოვნოთ აი ამ ბიუჯეტში. ეხლა გაჩვენებთ მე თქვენ ამ მანქანის ძრავს. აი ეს არის ამ მანქანის ძრავი და არ შემიძლია რომ არ ვთქვა და არ აღვნიშნო რომ ალბათ მსოფლიოში ჩემის აზრით და ძალიან ბევრი ავტომოყვარულის და ავტომცოდნეს დამეთანხმება რომ Honda-ს ძრავები არის ერთ-ერთი საუკეთესო გამძლეობაში. აი გეუბნებით ერთი თვე შეიძლება Z-ი საერთოდ მანქანაში არ იყოს, ძრავში არ იყოს და ისე იაროს მანქანამ რომ არ დაზიანდეს და არ დაისტუკოს როგორც ვეძახით ჩვენ. ძალიან გამძლე არის. აი ეს არის ამ მანქანის უდიდესი პლუსი, რომ მისი ძრავი არის ძალიან გამძლე და ძალიან ბევრ
კარგ ძვირიან მანქანასაც კი ჯობს მისი მუშაობის პრინციპი და მისი გამძლეობა. დავზარით ჩვენი CRV, ქებული CRV-ს, ასე ვთქვათ, CRV-დან მოწამული ადამიანების ქებული მანქანა. არა ნამდვილად აი გეუნებით ამ კლასის მანქანები რაც არის კი შეიძლება ბევრი რაღაც ცუდიც ვთქვი ამ მანქანაზე, მაგრამ ამ კლასის მანქანები რაც არის Subaru-ს გარდა შეიძლება ითქვას რომ ყველას ჯობია. არ არის ცუდი მანქანა. RAV4 რო RAV4 არის, აი იმასაც კი მირჩევნია მე პირადად ეს მანქანა. არ არის ისეთი ხისტი როგორც X-Trail, მაგალითად, ან Pajero Io. ბევრად რბილი არის ეს მანქანა. აი მომწონს რა კიდევ აღნიშნავ რომ მომწონს რომ არის მექანიკა. მექანიკის ხარჯზე შვენივრად მოძრაობს, მაგრამ კაროკა უბრალოდ ნუ კოლოფი სიჩქარეების ეს მექანიკური საკმაოდ რაღაცა აი ხისტი არის და ესე კარგად ვერ მოყვება, დამუღამება უნდა. ჩემთვის ახლა პრობლემას არ წარმოადგენს იქიდან გამომდინარე რომ მე სპორტული მანქანა მყავს რომელიც არის მექანიკა და ზოგადად ბავშვობიდანვე მე მექანიკა მანქანებზე ვიჯექი და ვატარებდი. ასე რომ ჩემთვის მაინც პრობლემა არ არის მარტივად დავამუღამე და მომწონს რა. თუმცა ის არ მომწონს რომ ხმები შემოდის აბსოლუტურად ყველაფერი გარედან რა. ყველაფერი გესმის. ბუზის გაფრენასაც კი გაიგებ, გარეთ მოკლედ რა. ისე შემოდის ხმა. ამ ხრივ არის ძალიან უკომფორტო. მაგრამ გამავალობაში ვიტყვი რომ ამ კლასში კიდევ გამეორდები რომ ყველა ამ კლასის მანქანა Subaru-ს გარდა ყველა ამ კლასის მანქანას ჯობია. ეს იყო ჩვენი მოკლე ტესტ დრაივი. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი აუცილებლად და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.